Აი დღევანდელი ვიდეო რატოა განსაკუთრებული იცით რომ მე უნდა გამოვკეთო ახალი თეორია რომელიც უკავშირდება ამერიკის ისტორიაში ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე პრეზიდენტს ვინც კი ოდესმე ყოფილა და ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესოც მათ შორის ეს არის ჯონ ფიჯერალდ კენედი რომელიც 1963 წლის 22 ნოემბერს შუადღის 2 საათზე დალაში გასროლით მუხანათურად მოკლეს. მას შემდგომ არაერთი თეორია წამოიჭიმა იმასთან დაკავშირებით რომ კენედი მოკლულია CIA-ის მიერ, კენედი მოკლულია კასტროს მიერ, ან თუნდაც მაგალითად ლინდონ ჯონსონის მიერ, ან კომუნისტების ხელიურებია, მაგრამ სულ ახლახან წამოვიდა ისეთი თეორია რომელიცაც თვითონ ამერიკაში აჟღერებენ უკვე ძალიან ხმამაღლა რომ კენედის მკვლელობა დაკავშირებულია არც მეტი, არც ნაკლები ისრაელის სპეცსამსახურებთან. რადგანაც, მეგობრებო, ვინც არ იცით, შეგახსენებთ ამის ფაქტობრივ მასალას ამ ვიდეოში თქვენ მოგიყვანთ, რომ დავიდ ბენ-გურიონი, რომელიც იყო ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებელი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, მას ჰქონდა პირადი დაპირისპირება კენედისთან, რადგანაც კენედი იყო წინააღმდეგი, რომ ისრაელს ჰქონოდა ბირთვული იარაღი. და დაახლოებით ამ წოვე დიალოგის შემდგომ ერთი წლის მერე ეს მუხანათური მკვლელობა ხდება. მოკლედ ისეთ სიგიჟებს მოისმენთ დღევანდელ ვიდეოში, რომ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, გამოიწეროთ ჩემი მეორე პოდკასტების არხი, სადაც სლავ საუბრობ ასეთი თემების შესახებ. ასევე შეგიძლიათ არხს დონაციით დაეხმაროთ მეგობრებო და გაუზიარეთ მეგობრებს, რადგანაც იცოდნენ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მოდი გადავიდეთ ახლა ვიდეოზე. მეგობრებო, ვისაც გინდათ თბილისთან ახლოს კარგ ფასად, ულამაზეს ბუნებაში და თანამედროვე თბოიზოლაციით აღჭურვილი შესანიშნავი სახლები, გირჩევთ დაუკავშირდეთ ბაზალტ ვილას, რომლის ნომრები აღწერაშია. კომპანია გთავაზობთ მისაღებ ფასში და სახლის დასრულებულ კონდიციაში ჩაბარება ძალიან მალე. გაბერილი ფასების მაგიურად დაგხვდებათ შესანიშნავი პირობები და ადამიანური რათა თქვენი კომფორტი უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. დამატებით ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე, რომელიც აღწერაშია მითითებული. იფიქრე შენს უკეთეს მომავალზე. მოდი ხა მე თავიდან შეგახსენებთ, რომ მეგობრებო, კენედი იყო ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატი ლიდერი. ქონდა მას ირლანდიური წარმოშობა. ამ ადამიანის კისერზეა ის, რომ მან ააცილა მესამე მსოფლიო ომი, ჯერ კიდევ კუბის კრიზისის დროს. ამ ადამიანის კისერზეა ის მშვიდობა, რომელიც ბოლო წამს შეინარჩუნა მსოფლიოში, იყო ძალიან კაცმოყვარე, კარგი ადამიანი, ნამდვილად ამერიკელი ხალხის ინტერესების დამცველი და აი ესეთი საზარელი შემთხვევის შედეგად ასრულებს ის დალაში სიცოცხლეს. რითიც მთელი ამერიკის მოსახლეობა იყო შოკში, რადგანაც დღემდე ამერიკის ისტორიაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრეზიდენტად ჯონ ფიჯერალდ კენედი. ეხლა მოდით განვიხილოთ უშუალოდ ეს თეორია, მეგობრებო, და ავხსნათ ყველაფერი. Lyndon Johnson, forget the CIA, forget Fidel Castro. The Mossad killed Kennedy because they were so upset over what he did to Ben-Gurion. There's a very surprising series of letters between Kennedy and David Ben-Gurion, not only the prime minister. ანუ დავიდ ბენ-გურიონი იყო ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებელი, როგორც გითხარით, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჰქონდა ძალიან მწვავე დიალოგი ჯონ კენედისთან, რადგანაც ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ შენო შეგიძლიაო იყო მაგალითად ოკეანის გადაღმა და ყველაფერს აკვირდებოდე, მაგრამ ისრაელსო მთელი არაბული სამყარო ემუქრებაო, ყოველთვის განადგურებითო და ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხის წინაშე, რომ კონდეს ატომური იარაღი. ნუ კენედიმ რა თქმა უნდა წმინდა ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა რომ ისრაელს არ უნდა ქონოდა ატომური ბომბი, რადგანაც ეს კიდევ ერთი დამატებითი თავის ტკივილი გახდებოდა მსოფლიოში, იმიტომ რომ რაც მეტი ბირთვული სახელმწიფოა, ის იმას ნიშნავს, რომ მით მეტი შესაძლო პოტენციური მესამე მსოფლიო ომისა და აპოკალიფსის კერა არსებობს მსოფლიოში, რითიც ამ პროგრამის წინააღმდეგი იყო და ბლოკავდა ყველა ესეთ გამოვლენებას. ეხლა რა ხდება, მოდი მოგესმენებ, ეკა გითარგმნით რა თქმა უნდა ყველაფერს. But the founder of Israel, they're very angry letters in which Kennedy is saying to Ben-Gurion, I'm killing myself trying to get a nuclear test ban treaty. არ თავ შევწირა ყველაფერს, რომ არავითარ შემთხვევაში ისრაელს ატომური ბომბი არ უნდა კონდეს. I've even got De Gaulle on board and that's impossible. And you keep testing in Dimona. You've got to stop. დიმონა იყო ისრაელის ბირთვული პროგრამა, მეგობრებო, 1960-იან წლებში. ნუ დღემდე არაა დადასტურებული, რომ ისრაელს ოფიციალურად ატომური ბომბი აქვს, მაგრამ ეს ყველამ ვიცით, რომ რა თქმა უნდა აქვს, იმიტომ რომ ერთხელ იმანა ქვია ისრაელის პრემიერმა თქვა ესეთი რაღაც, რომ ჩვენ არ გვაქვს ატომური ბომბი, მაგრამ თუ მოგვინდა გამოვიყენებთ, რაც ბუნებრივია, ეხლა რომ ყველამ ვიცით, რომ აქვს, რა თქმა უნდა. Ben-Gurion says it's easy for you to say sitting in Hyannisport. I'm sitting with the Arabs all around me. You want me to go? არ შეთვის მარტივია იქით გეო და ესე წვიტავდე, მაგრამ შემთთვის არაბული სახელმწიფოების გარშემო ძალიან რთული ამაზე ლაპარაკი. A nuclear testing and Kennedy threatened him and he threatened. და კენედი დაემუქრა ამაზე, ბენ-გურიონს ვის გაუბედა, ეხლა წარმოიდგინეთ რა. In such a way that Ben-Gurion resigned. And I will tell you that I found articles not in any crackpot publication. და ეს ყველაფერი მე მაქვს ისეთ ოფიციალურ წყაროებში გაგებულიო, რომ განა ისეთიო რაღაც ყვითელი პრესა და რამე ოფიციალური წყაროები. But in very sophisticated publications saying the other
აი, ნახეთ, Kennedy demand inspect Israel's Dimona reactor in 1963 year, threatening to cut USA aid. ანუ Kennedy მოითხოვა, რომ ინსპექცია ჩაეტარებინათო ისრაელის ბირთვული პროგრამისთვის, რომელსაც Dimona ეწოდებოდა, Dimona's რეაქტორი 1963 წელს და ემუქრებოდა, რომ ამერიკულ დახმარებას შეუწყვიტავდა. He was assassinated that same year. ანუ ამ წელს იქნა ის გაგორებული რა, ანუ მოკლეს. Problem Kennedy faced with Israel was the construction of the atomic reactor at Dimona. JFK was strongly against any proliferation of nuclear weaponry. He had been assured by Prime Minister David Ben-Gurion that Dimona was designed for peaceful uses of it. ანუ Dimona იყო დიზაინირებული და ინიცირებული სამშვიდობო ინიციატივებისთვისო. აი მაგალითად ახლა როგორ შეიძლება ჩვენ სამშვიდობო ინიციატივები და პროგრამა წარმოვიდგინოთ. ანუ ხო არსებობს ორი ბირთვული პროგრამა, ერთი რომელიც ემსახურება კონკრეტულად ბირთვული ენერგიის წყაროს, ამ შემთხვევაში მაგალითად ისეთი წყარო, რომელიც მაგალითად მუდმივ ენერგიას შენ გაძლევს, ბირთვული რეაქტორი და მეორე არის ბირთვული იარაღი დაამზადო, ხო? ანუ მასობრივი გამანადგურებელი იარაღი შექმნა. ეხლა ბენ-გურიონმა კენედის უთხრა ესეთი რამე, რომ ჩვენ მუშაობთ კონკრეტულად ბირთვული, ესე ვთქვათ, შეუზღუდავი რესურსისთვისო, ანუ ჩვენი მაგალითად ის პროგრამა არ ემსახურება ბირთვული იარაღის დამზადებასო, მაგრამ კენედიმ ხო იცოდა ეხლა სპეცსამსახურებიდან და იქიდან რომ რეალურად ისრაელი ატომურ ბომბზე მუშაობდა, ხო? რაზედაც უთხრა რომ შევწყვიტავთ თქვენდამი დახმარებასო. Atomic energy. და ესე აგიხდათ ყველაფერი როგორც ამან შეუწყვიტა, ეხლა ყველაფერი გააგორეს დალაში. In the spring of 1963, Kennedy demanded full inspections by the U.S. of the Dimona reactor and threatened to place American aid for Israel in limbo if no agreement were reached. And at the time of his assassination, negotiations were in process for biannual inspections. ანუ წლიური შეფასება, ანუ ინსპექცია უნდა ჩატარებული იყო ამ ყველაფერზე, რომელიც დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო და ანუ ამერიკა შემდგომ უკვე კონგრესთან ერთად შეეჩერებინა დახმარება, მაგრამ არ დასალდა, რადგანაც კენედი იმ წელს მოკლეს ძალიან საეჭვო ვითარებაში. აბა ეხლა თქვენ კარგად დაფიქრდით, ვის ინტერესში შეიძლება და ეს ყველაფერი უფრო ყოფილიყო, ვიდრე ეს იყო კასტრო, ლინდონ ჯონსონი ან თუნდაც CIA რო ავიღოთ, ხო? ანუ CIA-ს ანუ რეალურად რა არის deep state, ღრმა სახელმწიფო. ანუ აუცილებელი არა CIA იყოს. Даже CIA-ს კიდე ზემოდან აზის APAC-ს ეწოდება ისრაელ-ამერიკული ლობი. რომელსაც მოსადიც და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიც ემსახურება. ეს თვითონ ნეთანიაჰუს აქ რა თქვა მე რომ Israel and the United States are more than just friends. ანუ ამერიკა და ისრაელი არიან უფრო მეგობრობაზე უფრო მეტნიო რა. ალბათ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს რა ვიცი. აი ეს არის ოფიციალური მტკიცებულება მეგობრებო. სადაც ღაზას ის მოიხსენია Kennedy Strip სექტორი, USA President John Fitzgerald Kennedy, Gaza must be protected and the proliferation of nuclear weapons must be prevented. 1963. ეს იმ წელსაა როცა კლავენ Kennedy-ს. აიცა. ხო, აი ეს უკეთესია. ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. აქამ გამოვიდა სიტყვით, სადაც თქვა რომ უნდა იყოს ღაზის სექტორი და თვითონ პალესტინის მიწა, ანუ ისრაელი დაცული შესაძლო ახალი ბირთვული პროგრამისგან. მოუდი მოусმინოთ. From this legislative assembly to the United Nations, Ireland is sending its most talented men to do the world's most important work. მე ვგზავნიო ყველაზე ტალანტ ირლანდიელ სპეციალისტო გაეროს იქიდან რა ქვია ეგიდითო რომელიც შეამოწმებსო და ინსპექცია ჩაუტარებსო ამ პროგრამასო რომელიც მშვიდობისთვის იქნება აღჭურვილიო This export of talent is in keeping with an historic Irish role which opposed the spread of nuclear arms to any nation აღეთ რა თქვა ხო ეს ყველაფერი ექვემდებარება იმასო რომ ჩვენ მოვახდინოთ დენუკლეარიზაცია ანუ როგორ ვთქვა ატომური ბომბის შესაძლო დამზადების პრევენცია მოვახდინოთ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიო ანუ განათქვა ღაზას სექტორი განათქვა პალესტინანი ისრაელიანი საუდის არაბია ანუ ნებისმიერი სახელმწიფო აბა ეხა შეხედეთ დღევანდელი რომელი ამერიკის პრეზიდენტი გაუბედავს ამას ისრაელს Not now possessing them urging an international agreement with inspection and control And I pledge to you that the United States of America will do all in its power to achieve such an agreement. აი ნახე ეს არის ნამდვილად Make America Great Again. ახლა ტრამპს რომ მოაქვს თავი, ხო და პირდაპირ ისრაელის ლობის მიერ იმართება და სიონისტების მიერ, ხო? კენედი ძმა ვაგერ იყო მართლა ამერიკელი ხალხის ინტერესების სახური ადამიანი. ამას არაერთხელ აქვს secret organization-ების სხვათა შორის საჯარო იმაში განცხადებული, რომ არსებობენ რომლებიც მაგალითად ცნობილი იყო ესეთი ჩაისმის
რომელ ქალაქში ვაშინგტონში იყო ცნობილი ჩაისმა, სადაც იქ უნდა გადაწყვეტილი იყო კარიბის კრიზისი რა, სადაც ისეთი ხალხები იყვნენ მიწვეული, რომლებიც მაშინდელ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდათ სათამაშო ბიზნესი, ნავთობი, პროსტიტუცია, აბსოლუტურად ყველა, ვინ ძირითადად გადაწყვეტილებას იღებდნენ. მათთანაც დაპირისპირებაში იყო, იმიტომ რომ კენედის უნდოდა მაქსიმალურად ჩარეულიყო ამერიკის მთავრობა CIA-ის გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ რაც ეხლა მაგალითად კენედის მერე CIA არის უფრო მეტად ხელშეუხებელი. გაიგეთ? ცენტრალური სადაზვერვო სამსახური. ანუ ბევრი რაღაცა ამერიკის პრეზიდენტმაც არის ის, რაც CIA აკეთებს და ამ დროს იყო პირიქით. გაიგეთ? და რაც უფრო მეტ ხელს აფათურებდა, ხო მეტ საფრთხეს უქმნიდა კენედი თვითონ მაგათ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში არის ღრმა სახელმწიფო. ღრმა სახელმწიფო რას ნიშნავს? აი მარტივად ავხსნათ ახლა deep state-ო დაცინიან ეს დებილები, რომ აზე რო არ არიან საერთოდ. ანუ აი დაუშვათ მე ვარ პრეზიდენტი, ხო? და დაუშვათ ჩემი ძმა არის, რავი, ნავთობის მაგნატი სერიოზული. ასევე ჩემი ძმის მაგალითად რავი ავიღოთ სიტყვაზე შეყვარებული არის გემბლინგის ისა რა ქვია დედოფალი მთელი იმაში რა ამერიკაში. ანუ ნახეთ ჩემი ძმა მოდის შემთან და მეუნება რომ აი ჩემი ინტერესია მაგალითად რომ აი ლას-ვეგას ამ კანონებით არ შევეხოთ. მე ვარ მისი ძმა. ანუ რაღაც ზეწოლის ინსტრუმენტი აქვს მას შემდამი, ხო? ამიტომ რომ მე თუ მაგალითად ჩემს ძმას დაუპირისპირდი, ანუ ჩემი ძმა შეიძლება რავი მითხრას რომ აი აგიმხედრებ ადგილობრივ ნარკომოვაჭრეებს, ან აგიმხედრებ ადგილობრივ მაგალითად გემბლომანებს, ან მაფიას, ან ეგეთ რამებს. ანუ ნახეთ deep state-ი არის ღრმა სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ შენთან, ანუ იარაღით კი არ მოდიან და გადებენ რაღაცას. არა, არამედ გაიზულებენ მორალური, ფიზიკური და ბოდიში მორალური, ფინანსური და კულტურული ესე თქვა ზეწოლით შენ გადაწყვეტილებაში გაცვლებინო. ჩრდილოვანი მმართველობის პრინციპი ეგ არის. ანუ იმეთ მაგალითად ჩემს ძმას გამოჩენა არ უნდა და უშუალოდ მე ვარ მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი და ჩემი ძმა ხდება ცალკე და მეუნება რომ ეს ინტერესი მაგ ლას-ვეგასში მაგალითად. რა და შეუნა შემიწყო ხელი ჩემი ძმა ხარ. ანუ ღრმა სახელმწიფოა ეს უკვე. და ამდენს ვერ ხვდებიან ხალხნო, რომ ეს ყველაფერი რა პატარა კომპანიებში ჩანს, რომ ვიღაცის წილი 80% ვიღაცაზეა გაფორმებული. და სინამდვილეში ეს 80% იურიდიულად არის, თორე სინამდვილეში საკონტროლო პაკეტი შეიძლება მის ნათესავს ქონდეს საერთოდ. არ ხსმენიათ პოლიტიკოსებში ეგრე? რომ საკუთარ ცოლებზე და იმაზე აფორმებენ ბიზნესებს, იგივეა ღრმა სახელმწიფოს ფუნქცია. უბრალოდ ადამიანები იმდენად დებილები არიან ზოგი. რომ ესეთი ალალი გონიათ პოლიტიკა რა. ანუ ესეთი ალალი, ვაიმე, ყველა ვინც მართავს, ყველა ჩანს, ყველას უხარია, ყველა არ არის ეგრე ხალხო. ადამიანები ბოროტები არიან. უმრავლესობა ბოროტია ადამიანის. ცბიერია, ეგოისტია, რავი, ეროგანტია. და ეს აი კენედი არის ამაგის მსხვერპლი ზუსტად. ღრმა სახელმწიფოს მსხვერპლია კენედი თავიდან ბოლომდე ხა. მოსადის მოწყობილია, CIA-ის თუ აპაკის მოწყობილია ზემოდან უცხადია მოკლეს და მოგეს ყველაფერი საიჭოთ გადის წითელ ხაზთან, რომ ის წინააღმდეგ იყო ისრაელის ბირთვული პროგრამის. ეს ხო ფაქტია. ეხა ეს ის არ მინდა იმას თეორია არისო. ფაქტია. კაცი ეწირა თავისი პირი თქვა აგერ ოფიციალური ჩანაწერია. 1973 წელს ამ წლის ბოლოში 22 ნოემბერს მას კლავენ დალაში. ველდო მიამიტები ნუ ხართ ხალხო, ის ხალხი ვისაც არ გჯერათ ესეთი რამე, ანუ მიამიტები ხართ, ძალიან მარტივია მე თქვენაირების მოტყუება, გაიგე? მოტყუება არის ძალიან მარტივი იმ ხალხის, რომლებიც ძალიან ესე ვთქვათ გოიმებივით ყველაფერს იმაშები უკავშირებენ ოფიციალური წყაროები, სტატისტიკა, რაღაც სისულელები, ახალ ადამიანებს მარტივი ფული შოვნა უნდა ძალაუფლების სწრაფვა. ნება ძალაუფლებისკენ რა არის ნიჩეს. რომ ადამიანი არის ეგოცენტრული არსება, რომელიც მიისწრაფის რომ გახდეს მისი, ანუ კონდეს relative power, ანუ გაზარდოს მისი მაგალითად ძალაუფლება და შეამციროს სხვისი. ნუ და ესეთი ტრაგიკული იყო ამ კენედის შემთხვევაც, ესეთი რომელიც იყო აბსოლუტურად ძალიან სწორი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც მართლა გადაარჩინა სამყარო მესამე მსოფლიო ომს, რომელიც მართლა ამერიკელებს ემსახურებოდა სოციალური დახმარებებით, ეკონომიკურად და აგერ ხალხის ტირილა დღემდე კენედი ითვლება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ და პოპულარულ პრეზიდენტად ვინც ყოფილია ყოლია ამერიკის შეერთებულ შტატებს რა. და ეხლა მე მინდა ბოლო კადრი თქვენ თვითონ გამოიცნოთ ყველაფერი. აი ბოლო კადრი ეხლა გიმზადდა და თქვენ წაიკითხეთ დანარჩენი მე ისე თქმა მინდა რა. ხო. აი ეხლა უყურეთ, აი ეს მინდა ნახო. ალბათ გაიგეთ შინაარსი ამ ყველაფრის. აი ეს არის მეგობრებო. არსებობენ პრეზიდენტები, რომლებიცანაც ცუციკი ძაღლები, არსებობენ გმირები, რომლებიც ყდებიან. კენედი იყო ასეთი გმირი ადამიანი, რომელიც თავი შეწირა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ინტერესებს. და მაგიტომაც არის ამერიკელი ხალხის გულში. დღესაც ყველაზე ხშირად დარქმეუდის სახელია მისი ისა რა ქვია, სახელი
ყველაზე ხშირად პოზიტიურად მოხსენიებადია, ყველაზე მეტი ესე ვთქვათ Old Town-ი კენედის უკავშირდება ამერიკაში და ძალიან ბევრი რამე ხო მისი ცხოვრებაც ასეთი იყო, ბრძოლა, ხო? მათ შორის მას ჰქონდა დაზიანება ამერიკული ფეხბურთის დროს მიღებული, როგორც ციხერხემალზე და მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ტკივილები აწუხებდა ზურგში. მაგრამ არასდროს არ დაუხარავს თავი რაღაცის მიმართ, არასდროს არ გამოსულა და არ დაუწყია მაგალითად წუწუნი, რომ რაღაც მომენტები იყო, რომელიც მის კარიერულ ან თუნდაც მის პოლიტიკურ ცხოვრებას რაღაცით დიდ ზეწოლას ახდენდა და დიდ ტვირთად ექცა, ხო? მით უმეტეს ფიზიკური ტკივილები, რომელიც ტანჯავდა, ყოველთვის ხნედ გამოიყურებოდა, ყოველთვის ზალზე იყო. და ყოველთვის შეუპოვარი იყო და ასე ვთქვათ, ყოველთვის ემსახურებოდა ამერიკელ ხალხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც შეიძლება ჩვენ ადამიანებმა მაგალითად ავიღოთ სხვა პრეზიდენტისგან. მათ შორის ამერიკას ყოლი ესეთი, მე მათ შორის აბრაამ ლინკოლნს ვაფასებ ძალიან, რომელიც ასევე ძალიან გენიალური პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში, ჯორჯ ვაშინგტონი მაგალითად, ხო? და აი ეს ხალხი, რომლებიც მართლა რო შეხედო მათ ისტორიას, ნუ ძირითადად ლინკოლნის მოკლეს, მაგრამ ლინკოლნის უკან ეხლა თქვენ კონფედერატები იდგნენ, მაგაზე ორი აზრია რა. მაგას მართლა ვერ დავაბრალებთ, ეხლა ვერც მოსსაც და ვერც CIA-ს მასში ფიზიკურად არ არსებობდნენ. ხო, კონფედერატების მოკლული, აგერ კენედი არის აპაცის მიერ დიდი ალბათობით, იმ დროინდელ Deep State-ის მიერ მოკლული, ანუ ყველა ესეთი ხალხი საკუთარ თავს წირავს და სამსხვერპლოზე გამოაქვს საკუთარი კარიერა, საკუთარი ცხოვრება და საკუთარი არსებობა, რადგანაც აქ უკვე ეხა ჩემი პოზიციიდან საუბარი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ იუთუბერი ხარ, ხო? გისმენს და შეიძლება რავი მოისმინოს იმანაც და თქვას ეს გიჟი ხო არა, რეებს ჯერა. მაგრამ ამ პოზიციიდან რომ შენ გამოხვიდე და ეს თქვა, ну დიდი ალბათობით გაგაგორებ, მაგრამ დღეს უკვე გაგორებას უკვე აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ ეხა მაგალითად დღევანდელ დროში კენედის ვეღარ მოკლავდი, იმიტომ რომ ძალიან გამჭირვალე ამ სოფლიო. ძალიან გამჭირვალე. ყველა გიყურებს, ყველას ესმის შენი, ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარებ, ყველგან მობილურებია, ყველგან კამერებია, ყველგან შეიძლება აუდიო ჩანაწერები მოისმინო, ყველგან შეიძლება რაღაც გატეხო, მონაცემთა ბაზასთან გონდეს, წოდება, ანუ ძალიან რთულია დღეს ესეთი მუხანათური საშუალებებით მოახდინო ადამიანების ყოლობა. მაგრამ ეს გამორიცხული მაინც არა, თუ დაჭირდათ მაინც ისავენ. მაგრამ დღეს უკვე ახალი მექანიზმია, მაგალითად შეგვიძლიათ გაგაშავონ. მაგალითად შეიძლება ტრად გაქციოს საკუთარი ქვეყნის. აი მაგალითად სადამ ჰუსეინს რაც გაუკეთეს, კენედის იმას რაც გაუკეთეს, რა ქვია, იმას რა ქვია, უგო ჩავეს მაგალითად რაც გაუკეთეს ლიბიის პრეზიდენტს, ხო, ანუ რახეთ, მე არ ვაფრო ისინი წმინდანები იყვნენ, კაცო, არ ვამბობ 1000 წელი არ მოგეგენი ცუდები, მაგრამ უფრო ცუდი რომ გამოჩნდე შენ სოფლიოს წინაშე, მით უმეტეს საკუთარი ხალხის წინაშე, ეს ამერიკული ხელწერა უკვე. უფრო ცუდი, ეს არის ამერიკული ხელწერა. აი ესეთია მეგობრებო სოფლიო, მაგრამ ერთი რამე მინდა დაიმახსოვრო ძალიან კარგად, რომ ყველაფრის და მიუხედავად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ შეუპოვრები, არასდროს უკან არ დავიხიოთ, არ შეგვეშინდეს არაფრის. ყოველთვის ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ამ ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს რა ზარალი მოადგება ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ერისა და ხალხის წინაშე მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხალხი სწორად იყოს ინფორმირებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი მეგობრებო. ასე რომ, რავი, ეს ჩემი თეორია ხა რაც მოისმინეთ, ნუ ჩემი არ არის ამ ადამიანის კონკრეტულად, მაგრამ მე განვორს ეს ყველაფერი. გამოთქვით თქვენი ვარაუდი ამასთან მიმართებაში, დაწერეთ კომენტარებში, ასევე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე პოდკასტების მეორე არხი, რომლის ლინკი აღწერაში ამითითებული გამოვყევით მანდაც და რავი, ერთად ვემსახუროთ სიმართლეს, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და თანაცხოვრების საკითხებში, ანუ მე ვიდეოებს ვაკეთებ იმის შესახებ, რაზეც ვფიქრობ ყოველდღიურად. დროებით.